ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ჯუნბერ კახიძე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის განმარტებით უხვი ნალექის შემდეგ ორი კვირა გავიდა, თუმცა ზარალი ამ დრომდე ბოლომდე დათვლილი არ არის. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა კი ზედაპირულადაა შესწავლილი. კახიძე მოითხოვს სამთავრობო კომისიამ დროულად განსაზღვროს რა ტიპის ზარალი ანაზღაურდება. ბრალდებებს საჭერის მთავრობის თავმჯდომარე აბსურდულს უწოდებს. არჩილ ხაბაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებს განცხადებების კეთების ნაცვლად პროცესებში ჩართვას ურჩევს. ხაბაძე ამბობს, რომ ზარალის შესწავლის პროცესი შრომატევადია და იგი დროს მოითხოვს. მთავრობის თავმჯდომარის მტკიცებით დაზარალებულ ოჯახებს სათანადო დახმარება გაეწევათ. ორგვირაზე მეტი გავიდა სტიქიიდან და არავითარი მოძრაობა შეიქმნება როგორც საჯარის ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მე გახდით რამდენიმე ქუჩაზე დაზარალებულ მოსახლეობასთან და ბევრგან საერთოდ არანაირ ანამყოფი მიუხედავად მათი განცხადებებისა და ბევრად მას შემოიფარგლენ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით არავითარი აქტი არ შემდგარა ზარალისა. მიმართავ როგორც საჯარის ხელისუფლებას, ასევე თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიწეროს ზარალი, დასახელდეს და შემოდადგეს საკრებულოს. ნაციონალურ მოძრაობას თხოვ ალბათ, რომ ამ დემაგოგიურ მოთხოვნებს თუ რა ვიცი წინადადებებს და განცხადებებს აჯობებს ჩაერთონ თავად ამ პროცესებში, დაეხმარონ იმ კომისიებს, მიიღონ აქტიურად მონაწილეობა ამ პროცესში, იმიტომ რომ სტიქია იყო ძალიან დიდი, ყველაფერი გასათვალისწინებელია, დასაგეგმია და ჩვენ ისე არ გავაკეთებთ, როგორც ნაციონალური მოძრაობა ერთ დღეში გამოწერდა იმას, როგორც თანხას, ზეპირად, ზერელად, ჩვენ ვითვლით, ვასაბუთებთ ამ ყველაფერს და ხვალ დაზეკრონ ამას კითხვის ნიშნები ისე რომ ნაციონალური მოძრაობას და სხვა ოპონენტებს არ გაუჩნდეს.